მარინა შავლისის სასტუმრო შერატონ ბათუმში საკონდიტრო განყოფილებაში მუშაობდა, თუმცა სამუშაო ცოტა ხნის წინ საკუთარი სურვილით დატოვა. იგი ამბობს, რომ ხორციან კერძს მეორადი გამოყენებისთვის რეცხავდნენ და მომხმარებელს ხელახლას თავაზობდნენ. ოსტრივით იყო რა, სტომატიანი, რეცხავენ. გავჩერდი და მეუბნები, რა შევთვით გოგოებოდა. რა ეს ახლა დაინახეო პირველად, რომ დიხანია ამას ვაკეთებ თუ აი მორჩაო. ამას რეცხავთ რომ ხვალო პირველი ხვალეო გავიტანოთო სხვა კერძათო. შერატონის ყოფილი თანამშრომელი ირწმუნება, რომ ხელმძღვანელობა ინფორმაციას ფლობს, თუმცა ზომების მიღებას არ ჩქარობს. შავლისმა მაცნეს გადამღებ ჯგუფს სასტუმროს შეფს მზარეულთან საუბრის ფარული ჩანაწერიც წარუდგინა. გამზადებული საჭმე, როზე იდიოს სორგეი განოლენა. აერონაზიერი ზოგადად პარმალადიანი, ხოდი გაგრესხოდა და იქნება ზეთიანი. სასტუმროს ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ პროდუქტის შენახვის პირობები დარღვეული იყო, რაც მის ვარგისიანობას ხშირად ეჭქვეშ აყენებდა. 10-ის ნახევრის უკვე დაჭრილია საზამთრო ერთი უშველებელი კანტეინერი, დაჭრილია ნესვი ერთი უშველებელი კანტეინერი და გახსნილია კომპოტები, რომლებიც თვალხელშუა მჟავდება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ სასწრაფოდ მჟავდება ზაფხულში. ეს ყველაფერი ჩასხმულია, ჩალაგებულია დევს ტროლით მაცივარში. ეს მერე ჩადის სამზარეულოში ქვევით და დილიდან დგას გარეთ, სადაც არის გაზები, ფეჩები, ხალხი მიდის, მოდის, ჯერ მტვერი იყრება. არსებობს თუ არა მსგავს შემთხვევაში მონიტორინგის შესაძლებლობა, თავის ევალება მომხმარებლის უფლებების დაცვა. აღნიშნულ შეკითხვაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში პასუხობენ, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე მოგვარებას საჭიროებს და კერძო კომპანიის საქმიანობაში ჩარევის საშუალება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს. არ არსებობს რაიმე კონკრეტული ორგანო, ან იგივე თუნდაც კანონი, რომელიც მათ მუშაობას, ესე ვთქვათ, გააკონტროლებდა. თუ ჩვენ ვეხებით ამ საერთაშორისო ქსელის წარმომადგენელ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, მათ თავისი შიდა, ესე ვთქვათ, კონტროლის მექანიზმი გააჩნიათ, რომელიც თვითონ უკვე კომპანიაზეა, ანუ ამ არსებულ კომპანიაზე დამოკიდებული. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში საქმე კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებასთან გვაქვს, რომლის მონიტორინგის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში არაფერი არ წერია. სასტუმროებსა და მოქალაქეებს შორის, ან ფიზიკურ პირებს შორის არსებობს კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება, კერძოდ მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და ნებისმიერი დარღვევა, ეს იქნება ჰიგიენის კუთხით თუ კვების კუთხით, შესაძლებელია მოწესრიგდეს სამოქალაქო კოდექსით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებით სასტუმროების ან მსგავსი ტიპის დაწესებულებების მიმართ. თუმცა სხვა მხრივ რაიმე კონკრეტული კანონმდებლობა მათი კონტროლის შესახებ სამწუხაროდ არ არსებობს. შერატონის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ჩვენთან სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს. დაიწყება თუ არა აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა. ამ შეკითხვაზე შერატონის მესვეურები პასუხს ცენტრალური ოფისიდან თანხმობის შემთხვევაში დაგვირდნენ.